ეს არის თემების მუდმივი გადაფარვა და დღის წესრიგის წართმევა, როგორც უკვე თქვით, მაგალითად ხელისუფლება როცა უწოდებს სხვადასხვა ჯგუფებს, აგენტებს, ან რაღაცა პოლიტიკურ პატიმრებზე ქმნის დღის წესრიგს, ან შიდა სკანდალებს იგონებს იმისთვის, რომ ნებისმიერი რეალური პრობლემა გადაფაროს, ხო? იგივე ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი ტრაგედია გვახსენდება, იქნებოდა ეს სამირ კვეკოსკვირის რაღაცა თავის დაწვა დევნილთა სამინისტროსთან, იქნებოდა ეს თამარ მეფის ხიდთან ჩამონგრეული ფასადი, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ. და სხვა მრავალი, ხო, გურიის ტრაგედია და იქ არსებული პრობლემები რაც იყო და ბევრი სხვა. და ასეთ დროს ჩვენ ხედავთ, რომ სხვა თემატიკებით იცვლება ხოლმე საკითხები შემოდის და მათ შორის ამავე საკითხებზე სხვა ბრალდებულებს პოულობენ და მუდმივად აქეთ თავდასხმის რეჟიმში გადაყავთ საუბარი. თითქოს ვიღაცა არ გამოვიდა სახლიდან და ამას მოყვა სახლის ჩამონგრევა. თითქოს დევნილთა სამინისტრო ძალიან გამართული საბინაო პოლიტიკა აქვს და უბრალოდ ადამიანები უნდა დაელოდონ თავიანთ რიგს და შეიძლება ეს მხოლოდ ერთეული ტრაგედია იყოს. თითქოს რაღაცა ტრაგედია როცა ხდება, ეს მხოლოდ არის ბუნებრივი კატაკლიზმის და კატასტროფის დამსახურება და არანაირი ბრალი და წვლილი ამას ხელისუფლებას არ მიუძღვის, ხო?